მოდი ვნახოთ რატოს დუმს, რატო არ გეხმიანება და საერთოდ რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. არის თუ არა ეს სიყვარული, არის თუ არა ეს ნამდვილი გრძნობა, ენატრები და თუ ენატრები რატომ არის ჩუმად. რა ხდება თქვენ სიტუაციაში. ეს ხართ თქვენ, რომელიც ძალიან დიდი დაკვირვებით თითქოს ლუპა გეჭირავთ ხელში, ისე აკვირდებით, ისე უკვირდებით, უფიქრდებით ყველა განვლილ წუთზე, წამზე, დროზე, რა მოხდა, რა მოხდება, ყველა დეტალს იაზრებთ, იმიტომ რომ ბევრი კითხვის ნიშანი გაქვთ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რაც თქვენი გაურკვევლობიდან მოდის. ჩანს, რომ თქვენი ურთიერთობა ნამდვილად არ არის ახალი. ის არის ძველი ურთიერთობა და შეიძლება პაუზაც იყოს ძალიან ძველი და დიდი ხნის. საკმაოდ საინტერესო დიდი ისტორია გაქვთ თქვენ. დიდი კავშირი ჩანს, სერიოზული კავშირი ჩანს. შეიძლება წარსულში ორსულადაც იყავით მისგან. ამდენად სერიოზული იყო ეს ურთიერთობა. გადაწყვეტილება თითქოს მისგან ძალიან მტკიცია, რომ არ ჩანდეს, არ გამოჩნდეს, არ შეგეხმიანოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ მისთვისაც ეს კარგი მძიმე ჯვარია. არ გიგენოთ, როცა თავი, ასე ვთქვათ, უჭირავს მტკიცედ, ძლიერად, რომ შინაგანადაც ესია, შიგნით ძალიან დიდ ჯვარს ატარებს და თქვენ ამას ხვდებით, რაღაცით ხვდებით და გრძნობთ. თითქოს ტელეპათია გაქვთ, იცით მასთან. აი, ხო არა ჩანს, ხო მდუმარება, ხო არაფერი არის მისგან, მაგრამ შეგრძნებები გაქვთ. ეს შეგრძნებები შეიძლება სხვადასხვაგვარად მოდიოდეს თქვენთან, სიზმრით, უცაბედად მისი ხატებით, უცბად ქუჩაზე გზაზე მოჩვენებით, თითქოს ის არის, ამ დროს არ არის, რაღაცნაირი მინიშნებები მოდის თქვენთან. არ ვიცი, ეს იყო ორსულობა თუ შვილი ყავთ მისგან. ბიჭი, შეიძლება ბიჭიც იყო ეს. და ეს მოგონება გასდევს, აი ეს ამბავი გასდევს ამ ყველაფერს, ეს კავშირი. ურთიერთობა იყო ზღაპრული, უმაჯადოებელი. ბევრი შეშურებოდა კიდევაც, შეგნატროდა თუ რო იტყოდნენ. რაღაცა ისეთი არ იყო ეს ჩვეულებრივი სიყვარული, რაღაცა იყო ამაში პოეტური, ზღაპრული, ღვთაებრივი. ეს ადამიანი ფიქრობს თქვენზე, ამიტომ გაქვთ ეს კავშირი. ფიქრობს თქვენზე და თავში აანალიზებს, ხარშავს, როგორც თქვენ აკვირდებით მოვლენებს და ის აანალიზებს ამ მოვლენებს. იცით როგორ არის, თავის თავს უყურებს თითქოს გარედან და თავის თავს უსვავს ბევრ კითხვას, რატომ მოიქცა ესე? რატომ მოიქცა ესე? მან იცის, რომ გაგანადგურათ, აი თავისი წასვლი, თავისი მიტოვებით გაგანადგურათ ამ ადამიანმა, გაგანადგურათ ის ქალი, ვინც ძალიან უყვარდა და ახლა უსვავს თავის თავს შეკითხვას, რატო გააკეთა ეს? რატო მოიქცა? რა არ იყო საბოლოოდ? გამბედაობა არ იყო? რამემ შეუშალა ხელი? ძალიან ბევრ კითხვას სვავს.
ამასთან ერთად აცნობიერებს, რომ ერთადერთი ქალი, ვინც უყვარდა, ეს თქვენ ხართ. თქვენ ხართ, ვისთანაც იყო ბედნიერად. თქვენთან იყო ისეთი, როგორიც არის, თქვენთან გრძნობდა თავს ისეთ ადამიანად, როგორ რადაც უნდა, რომ იგრძნოს კაცმა თავი. თქვენ აძლევდით იმ სასიცოცხლო ენერგიას, სიხარულს, ბედნიერებას და აი იმ რაღაც ღაპრულობის განცდას, აი იმ რაღაც არარეალობის განცდას და თავის თავს უსვავს კითხვას, რა მოხდა, რატო დავთმე ეს ყველაფერი. რამ გადამადო ბინდი თვალებზე. ნანობს, ძალიან დიდ სინანულშია და გაკვირდებათ ეს ადამიანი, თქვენ არ გეჩვენებათ შემთხვევით, მე ვთქვი, რომ ქუჩაში გზაზე შეიძლება გამოჩნდეს, რომ ხედავთ მას, მაგრამ დააკვირდებით და იქ არავინ არ არის, სხვა ადამიანი არის. ეს არ არის თქვენი, ასე ვთქვათ, მცდარი შეგრძნებები, ის გაკვირდებათ თქვენ. ოღონდ თქვენ მას რეალურად ვერ ხედავთ. მაგრამ ის გაკვირდებათ თქვენ. იმიტომ რომ ვერძლებს, უბრალოდ ვერძლებს და გრძნობს, რომ შეძლო ყოფილიყო იმ ვარსკვლავებში, სადაც იყო თქვენთან ერთად იმ სასწაულ ემოციებში, ხო, იმ რაღაც ადრენალინის შეგრძნებაში და ეხლა ძალიან მძიმედ არის, ეხლა ძალიან დაბლა დაეცა. და არავის არ ადანაშაულებს თითქოს ამაში თავის თავს, მაგრამ მაინც კითხვა უჩენსდება, რომ აი მაშინ რატო ვერ გაანალიზა ეს, მაშინ რატო ვერ მიხვდა, მაშინ რატო არ იმეფა მასში კაცურობა, ვაჟკაცურობა, რატო ვერ გაუძლო რაღაცებს და რატო გაშეშდა, თითქოს გაშეშდა, თითქოს ყველაფერი გააჩერა. მოდი ვნახოთ რატო მოხდა ეს რეალურად. რატო მოხდა ეს რეალურად? იცით, სამყარო აჩვენებს, რომ უნდოდა სამყაროს, რომ თქვენ ერთად ყოფილიყავით. თქვენი ერთად ყოფნა მას ძალიან დიდ დიდებას და სიძლიერეს მოუტანდა. საერთოდ არ ვიცი, იცით თუ არა, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რომ ქალი კვებავს სასიცოცხლო ენერგიით მამაკაცს. ამიტომ არის, რომ მამაკაც აუცილებლად სჭირდება ქალი. ქალმა შეიძლება გაძლოს მამაკაცის გარეშე, მაგრამ კაცები კვდებიან, ინგრევიან, ვერაფერს ვერ აღწევენ, თუ მათ არ უდგათ მხარში ქალი. და ეს ქალი იყავით თქვენ, აი რაღაცნაირი იდეალური წველი იყავით თქვენ და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევდა ეს ადამიანი თქვენს ირგვლივ, არა, თქვენთან ერთად. და ცხადია, ის ცალკე თემაა, რომ ძალიან უყვარდით მას. რა მოხდა მასთან? ნახე, რა მოხდა მიზეზი მაჩვენოს, რა მოხდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აი იქ ჩანს, რომ ძალიან მძიმე თემა იყო, აი მინდა ნახოთ ვიღაც ქალისთვის. ძალიან მძიმე თემა იყო, რომ თქვენ უყვარდით და ძალიან მძიმე იყო თქვენი საერთო შვილის ამბავი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის საჯარო გაშლა და შეიძლება იყო მხოლოდ ორსულობა და არ იშვა ეს ბავშვი, ან შეიძლება იშვა კიდევაც და არსებობს ეს ბავშვი და ეს იყო გაუსნახეთ როგორი თვალებით გიყურებთ და გიყურებდათ, რა ბოროტი თვალებით. თქვენ ეს სიყვარული იყო მისთვის გამანადგურებელი და წავიდა, ნახე, თანხა აქვს გადახდილი მაგიურ ადამიანთან, მაგთან, ესე ვთქვათ, ფოროტ მაგთან, ვინც დაანგრია ეს ყველაფერი, დაანგრია. და ეს ადამიანი, ეს პარტნიორი თქვენი სიყვარული, ასე ვთქვათ, ის არ იყო, ვინც არის. ნახეთ, თითქოს მასში სული დაატყვევა, თითქოს სულს ტვინთან აღარ ქონდა კონტაქტი და კავშირი, არ ქონდა შეგრძნებები. და ის რაც გააკეთა, მან არ იყო მისი გადაწყვეტილება, ეს იყო აბსოლუტურად მაგიისგან გათიშული და არ ვიცი ვინმეს თუ შეგხვედრიათ, პირადად ამ პრობლემას შეჩეხებთ, ის გეცოდინებათ, რომ აბსოლუტურად ზომბებად არიან ხოლმე ქცეულები. აი ზუსტად ეს იყო ყველაფერი კაცური, ღირსეული, მამაკაცური გამბედაობა,
პატივისცემა, სიყვარული, მორალურობა, ყველაფერი ჩაკვდა იმ მომენტში ამ ადამიანთან და ეხლა თითქოს გამოიღვიძა, თითქოს თავისუფლებაზეა და ამ ყველაფერს აანალიზებს და ნანობს, ძალიან ნანობს. მე შეგახსენებთ, რომ ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისღება კი რო არ გამოტოვოთ ახალი ამბები ჩვენს არხზე, ხოლო ისეც ურ ჩემთან კონსულტაციაზე მოხვედრა, ჩემი ნომერია 591333507. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ვიბერზე, WhatsApp-ზე, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და ჩანიშნოთ ჩემთან კონსულტაცია. ნახოთ, აბა რას გვეტყვის, რა მოხდება ამის შემდეგ, რა იქნება. ისიც ჩანს, რომ თქვენ უნდა იყოთ ბედნიერი ქალი და თქვენ გახდებით ბედნიერი ქალი, როგორც ქალი. თქვენ ამ სიყვარულს დაიბრუნებთ. მოვა ეს ადამიანი თქვენთან, ამ სიყვარულს იბრუნებთ. მოვა უღუნ მგლოვიარე, აღარ იქნება ისეთი წელში გამართული, ძალიან დიდი ტკივილით მოვა და ძალიან ბევრი რამის თქმა უნდა. პირველ რიგში იმის თქმა უნდა, რომ სტკივა. პირველ რიგში იმის თქმა უნდა, რომ გლოვობს ამ ყველაფერს, ინანიებს. ოღონდ ეს არ არის მარტო სიტყვები, ყველაფერს განიცდის, რომ თქვენ დაგკარგათ, თქვენ ესე მოგიქცათ. ასეთი ამდენი წელი გააუქმა, რაც შეიძლებოდა თქვენი ბედნიერების წელი ყოფილიყო. მიიღებს ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად, აი ასე ვთქვათ, ეს ჩუმი თვალთვალი აღარ იქნება და გამოვა სააშკარაოზე. აუცილებლად გეტყვით და დაგლაპარაკებათ თავის გრძნობებთან დაკავშირებით. ამას გაგიმხელთ. ნამდვილად და აბსოლუტურად თქვენ დაინახავთ შიშულად მის სულს, მის მდგომარეობას და მის განცდებს. მართლა იტანჯება, საშინელად იტანჯება ეს ადამიანი. გამოფხიზლებულია, აბსოლუტურად გამოფხიზლებულია და ყველაფერს აანალიზებს და ცხოვრება ჯოჯოხეთად აქვს ქცეული ამ ადამიანს. არ ვიცი თვითონ ეს ადამიანი ფიქრობს თვითმკვლელობაზე თუ აი რაღაცა თქვენ მოკვდით მაშინ რომ იგატოვათ ხო სულიერად დიდი დეპრესია გქონდათ თუ რაღაცა მსგავსი ტრაგედია მოხდა მაგრამ ამას აანალიზებს აი მოდის ეს ენერგია რომ რაღაცა აი ადამიანი რომ მოკვდება იმის ფასი ტკივილი და ტრაგედია იყო მისგან თქვენი მიტოვება კი, მოვა ეს ადამიანი თქვენთან. არ ვიცი ეგ თქვენი საქმეა, მიიღებთ, არ მიიღებთ, დაივიწყებთ ამ დროს, არ დაივიწყებთ, ოღონდ თუ აპატებთ, უნდა დაივიწყოთ და ახალი ფურცლიდან დაიწყოთ აუცილებლად. იმიტომ რომ ტკივილების შეხსენება ეს არ არის კარგი არავისთვის. ჩანს აი კომუნიკაცია, ჩანს რაღაცა ქსელური, აი პირდაპირ ხედავ, ქსელური კომუნიკაცია ჩანს და არ ვიცი ეს იმიტომ რომ ქსელურადაც გაკვირდებათ ანუ სოციალურ ქსელში თუ მოგწერთ უცებ, გაიღვიძებს და გხვდებათ მისი მოწერილი, მაგრამ რეალური შეხვედრა ჩანს და ჩანს როგორ იფეთქებს, მაშინ ეს არის ანთებული, მაშინ ნამდვილად არის და ეს ცალკე წავს ეს თქვენ და მის სიყვარული, მაგრამ თქვენთანაც როგორ იფეთქებს ეს ძალიან დიდი სიყვარული. თითქოს ეს იყო ერთადერთი სიყვარული, რომელიც თქვენს ცხოვრებაში იყო, ის ერთადერთი ძლიერი ნამდვილი და სწორედ იმიტომ არის ესეთი მტკივნეული, ესეთი მძაფრი, რომ ეს იყო ნამდვილი სიყვარული და ეს იყო ის გრძნობა, ის წვილი იყავით, ის ურთიერთობა, რომლებზეც პოეტები წერენ ხოლმე თავიანთ ლექსებში. როგორ გაგრძელდება, ნახოთ შემდეგ გაშლებში, მაგრამ აქ ჩანს, რომ აი ეს შეხვედრა თქვენთან, ორივესთან ძალიან დიდ ცეცხლს ააგიზგიზებს, ვნების ცეცხლს ააგიზგიზებს ნამდვილად. ეს ცეცხლი იმდენად ძლიერი იქნება, რომ მიგიყვანთ პატიებამდე, მე ვხედავ, რომ მიგიყვანთ პატიებამდე და სხვათა შორის ეს ძალიან დიდი ღვთიური რამ არის, როცა ადამიანს პატიობ. თუმცა პატიება ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ისევ შეხვიდეთ ურთიერთობაში, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ვნება თავისთავად ანთებული კოცონია. ავნებას როგორ მოერევით ეს ცალკე
თემა არის, მაგრამ იქნება დიდი ვნება და ის სიყვარული, რაც იყო, გაიღვიძებს თქვენში, ნამდვილად გაიღვიძებს. მე ვიყავი ნათია შაი და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. ველოდებით თქვენს კომენტარებს, თუ მოგეწონათ ვიდეო და ალაიქეთ.